მოგესალმებით ჩვენი პოდკასტის მეორე ეპიზოდში. დღეს ვისაუბრებთ აშტანგა იოგაზე. აშტანგა იოგა არის დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფორმა იოგასი, შეიძლება მთელ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ფორმა არის, რომლისგანაც წამოვიდა უმეტესობა თანამედროვე ფიზიკურ პრაქტიკაზე ორიენტირებული იოგა. მე თვითონ ამ იოგას მიმდევარი ვარ, ერთ-ერთი სახეობა არის, რასაც მივსდევ, მაგრამ მანამდე ჩვენთან ერთად არიან მარიამი და ანა. მოგესალმებით. მოგესალმებით. ანა ჩვენ პოდკასტში პირველად არის, როგორ ხარ? ანა არის ჩვენს კურსზე. როგორ მიდის კურსის საქმეები? საკმაოდ საინტერესო და მოცულობითი კურსია და მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი ისეთი რაღაც ვისწავლე, რასაც არ მოველდებოდი. და ჯერა რომ კიდევ უფრო მეც აშტანგა იოგა შენთვის ახალი იყო, თუ მანამდე ქონდა გამოცდილება? ვარჯიშობდი მხოლოდ ესე ფილოსოფიაში არ ჩავსულვარ ღრმად. სანამ მოვიდოდი ჩვენს კურსზე, სადღაც 2-3 წელი ვარჯიშობდი, ოღონდ სისტემატიურად არა. და მაინტერესებდა ეს სფერო. პირველ რიგში ფილოსოფია უფრო მაინტერესებდა, რა იდგა ამ ყველაფრის უკან, იმიტომ რომ როგორც ვიცით, ძალიან ბევრი წყარო არის. რა არის სანდო, რა არის არასანდო, ძალიან რთული ამ ყველაფრის გარჩევა და აქედან გამომდინარე უფრო მაგიტომაც მოვედი პირველ რიგში და შემდგომ პროფესიული განვითარების კუთხით ეგ მეორე ხარისხოვანი იყო ჩემთვის. მარიამ, რით დავიწყოთ? მე ვიტყვი, როგორ დავიწყე აშტანგა იოგა. პირველად მოვედი იოგას სახლში 2018 წელს. თუმცა 2012 წლიდან ვადევნებდი თვალს თქვენს Facebook გვერდს. 2012-დან და 2018-ში შემოგვიერთდით. 2018-ში შემოგიერთდით და მაგ ისტორიასაც მოგიყვებით. ვადევნებდი, როდესაც სტუდენტი ვიყავი თვალს თქვენს გვერდს, ძალიან ხიბლავდა ის ასანების, კონტენტი, შინაარსი, პოსტები, რომელიც იდებოდა. ყოველთვის მინდოდა, რომ შემოვერთებულიყავი და პირველი ეს იყო ჩემი მიზანი, ანუ უბრალოდ ფიზიკურად მინდოდა ამ ლამაზი ასანების გაკეთება, ჯანმრთელობაზე ზრუნვის კომპონენტიც მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თუმცა სტუდენტობის პერიოდში ვერ მოვახერხი, ასე ვთქვათ, რომ შემოვერთებულიყავი თან ტერიტორიულადაც ცოტათი შორს იყო თქვენი სტუდია და შემდგომ როდესაც წერეთელზე გაიხსნა სტუდია 2018 წელს, თუ სწორად მახსოვს წელი, გადავწყვიტე, რომ მოვსულიყავი. და დამეწყო ჩემი ფიზიკური პრაქტიკა და პირველად მაშინ, ასე ვთქვათ, ამ აშტანგა იოგას, აშტანგა ვინიასა იოგას ფორმას მაშინ ვეზიარე და მას შემდეგ მოვყვები. ამ პროგრამას, ასე ვთქვათ, და მიმართულებას. შენ გიოდის როგორ მაშინ სანამ მე ვიტყვი როგორ დავიწყე აშტანგა იოგა, უბრალოდ მოკლედ ვიტყვი, რომ აშტანგა იოგა არის თანამედროვე ფორმა, რომელიც მოიცავს დაახლოებით 200 ასანას, რომელიც დაყოფილი არის 6 სერიად. უფრო გავრცელებული არის 4 სერია, ანუ სერია რას ნიშნავს? ეს არის პოზების ნაკრები, რომელიც თქვათ შედგება 40 თითო ნაკრები შედგება 40 პოზისგან დაახლოებით. 40-50 პოზა არის. გააჩნია როგორ დავთვლით და მეთქარი საფეხურები არის, ანუ სისტემა არის ასანების ათვისების. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ასანების ათვისების სისტემა, ეს მოიცავს ანუ სუნთქვის კონტროლსაც, სუნთქვით ვარჯიშებსაც, ეს მოიცავს ფიზიკურ ანუ კონცენტრაციის ფოკუსებსაც, კონცენტრაციის განვითარებასაც და დინამიკურ ვარჯიშებსაც. ანუ წინა პოდკასტზე ვთქვით, რომ ჰათა იოგაში ტრადიციულად შედიოდა დინამიური ვარჯიშებიც. ანუ ჰათა იოგა არ იყო ესეთ მარტო სტატიკური პოზები, როგორც ბევრს ეგონა. ხო, ეს რაც შეეხება. გარდა ამისა, ანუ მე ხო თარგმნე იოგა მალან წიგნი, თავი წიგნი მე-20 საუკუნეში 70-იანების დასაწყისში რაც დაწერა თვითონ ავტორმა აშტანგა ვინიასა იოგაზე, ხო? და აქ ავტორი მოიაზრებს, რომ აქ გარდა ამ ფიზიკური ვარჯიშებისა არის ანუ იოგური ეთიკაც, ანუ სუნთქვითი ვარჯიშები უკვე ვახსენე და არის ეს ასე ვთქვათ სრულყოფილი იოგას სისტემა, მაგრამ აი მოგვიანებით ვისაუბრებ იმას, რომ რამდენად ეს მართლა ტრადიციული იოგა არის, ანუ რა
სინამდვილეში რითგან სხვდება ტრადიციული და თანამედროვე იოგა. ისე მაგ თანამედროვე იოგის წიგნს თქვენაც თარგმნეთ. რამდენად აქვს ფილოსოფიური მხარე დართული? ნაკლებად, ანუ როგორ არის, იცი რომ ეს წიგნი არის, ანუ ეთიკას განიხილავს, ну ცოტა ფილოსოფიაც არის, პირველი საფეხური ეთიკა, ანუ მე იამას და ნიამას პრინციპების შემდეგ უკვე მოდის თვითონ ასანები და ასანებში უკვე არის მზის მისამება და ეს უკვე სერიები და პოზების ნაკრები და თითქმის აი ამით არის შემოფარგლული. ანუ უბრალოდ დისციპლინური და ფიზიკური მხარე აქვს. კი, მაგრამ მოიაზრება რომ ეს მედიტაციებიც არის, მაგრამ იქ მედიტაციებზე საუბარი არ არის. ხო, ეხლა როგორ დავიწყე, ანუ მე ანუ დიდი ხანი მივსწევდი იოგას, როცა 2013 წელს რაღაცნაირად ესე ანუ ინტუიციურად ვიცოდი რომ ეს ძალიან მაგარი სისტემა იყო, იმიტომ რომ ვაკვირდებოდი და ანუ ამ მასწავლებლებს ისე ანუ ვიცოდი რომ ესეთი სისტემა იყო, მაგრამ 2013 წელს აღმოვაჩინე რომ პატაფი ჯოისის ან ეს ვინც შექმნა მისი მოსწავლე დევიდ სვენსონი ატარებდა ანუ კურსი ჰქონდა მილანში. ხო, ესე მახსოვს რომ პირველად ანუ მილანში გავიარე ეს კურსი დევიდ სვენსონთან და ანუ მაშინ ისეთი პერიოდი იყო რომ ანუ ვიზა იყო საჭირო რაღაცა ესე მოემზადე და მოკლედ დევიდ სვენსონს ჰქონდა ესეთი კურსი სადაც ასწავლიდა ანუ დეტალებს, ვარჯიშების დეტალებს და ამას არ ერქვა ესე ინსტრუქტორთა კურსი, მაგრამ ეხლა რასაც ასწავლის და რასაც თვითონ ინსტრუქტორთა კურსს უწოდებს, ანუ ეგ არის რა, ანუ მაშინ როცა კითხეს რომ ეს არის თუ არა ინსტრუქტორთა კურსი, ну გააჩნია ვისთვის როგორ. და საინტერესო რაღაც კითხეს რომ ანუ როდის ხდება ადამიანი ინსტრუქტორი, ან როდის ხდება ადამიანი მასწავლებელი. საკმარისად კარგი იმისთვის რომ მასწავლებელი გახდეს, ალბათ. ხო და არა, პასუხი იყო ესეთი რომ ადამიანი ხდება მასწავლებელი, როცა ყავს მოსწავლეები. ხო, ანუ ეგეთი ძალიან დადებითი ადამიანი არის, ანუ მაშინ მახსოვს რომ დილის სადღაც 6 საათზე რაც ჩემთვის არ იყო ჩვეული ან მაისორზე რომ მივდიოდი, რაღაცნაირად თავიდანვე ძალიან დიდი დატვირთვა მივეცი, ან ხელებზე დგომა გაუხურებელზე და მაჯა დამეჭიმა. ხო და ხო ანუ დევიდის ისა ანუ მასაჟი და ის ძალიან მეხმარებოდა, ანუ რამდენიმე დღე, ანუ ზუსტად ისე დაემთხვა, რომ სადღაც მეორე დღესვე უკვე ძალიან ისე მქონდა რა მაჯა. დატვირთული, იმიტომ რომ მზის მისამებაშივე, ანუ არის ისეთი თავიდანვე შეგიძლია რომ ისე ინტენსიურად გააკეთო, რომ ხელებზე ახვიდენ ელა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, და ამ კურსმა ძალიან დიდი იმპულსი მომცა აშტანგა იოგა რო საქართველოში დამენერგა, ანუ საქართველოში არის ხო, ანუ აშტანგა იოგა ესე, მით უმეტეს ანუ ვინმე ასე ანუ კურსი და ასე შემდეგ გავლა. რა იქამდე სანამ აშტანგა იქნებოდა საქართველოში? ანუ ჩვენ ვასწავლეთ უბრალოდ იოგას და ანუ ეს არის ხო რაღაც ისეთი მეთოდი რა, კონკრეტულად რომელიმე სისტემის ან საფეხურების მიხედვით. შეიძლება იყოს თქვა რაღაცები, თქვა შეიძლება ცოტა სხვადასხვა მეთოდიდან რაღაცებს ვიღებდით, მაგრამ ძირითადად ესე არის ხოლმე რომ ანუ ინსტრუქტორი მე თვითონ ადგენს ანუ რაღაც პროცესს. საავტორო ხო, მაგრამ კომბინაციები იყო ხო უხეშად. ხო, მაგრამ ანუ მე მაინც მიმაჩნია რომ მნიშვნელოვანი არის ეს ამ სტანდარტების გავლა, სანამ ადამიანი თავისას შეიმუშავებს, სტანდარტების გავლა კარგი არის, იმიტომ რომ მე ესთან ეგრევე საკუთარი შემუშავება თუ მით უმეტეს კინეზიოლოგიის ცოდნა არ აქვს, ეს არის უბრალოდ ექსპერიმენტი რა და მაგითო ის გამოცდილი პროგრამები ძალიან მნიშვნელოვანი არის რა. ანუ პირველად სვენსონთან გაიარე. სვენსონთან გავიარე. მე როგორც სისტემატიზებული. შეიძლება სვენსონთან გავიარე, ან პარიზში გავიარე, ანუ პარიზშიც არის აშტანგა იოგას ცენტრები და იმიტომ რომ 2013-ში ხო 2013-ში ზუსტად არ მახსოვს მოკლედ და 2014-ში თვითონ პატაფი ჯოისის შვილთან გავიარე, ანუ ბერლინში ქონდა, ანუ თვითონ ამერიკაში ცხოვრობს. ანუ ვინც შექმნა ეს აშტანგა იოგა, მისი შვილი
ანუ ძალიან დიდი ხანი არის ამერიკაში ცხოვრობს, ანუ ის ასწავლის მანჯუ პატოფი ჯოისი და სხვადასხვა როგორ არის ითქვა რომ ეს აშტანგა იოგა არის ამ იოგას მისდევდნენ მხოლოდ დასავლელი ხალხი რა ინდოელები არ მისდევდნენ ახლა თქვენ რომ ჩაწეროთ მაგალითად აშტანგა იოგას მოსწავლეები აი ვინც იყვნენ პატოფი ჯოისის არავინ არ იყო თითქმის ინდოელი ყველა დასავლელი იყო რაღაც ამერიკული ველნესის ის იყო ერთ-ერთი ფორმა ხო თავის იცი როგორ იყო რომ ანუ ამერიკაში ხო ეგეთი დაინტერესება იყო რომ რაღაცნაირად მიზიდულობა გაჩნდა აღმოსავლეთის მიმართ რომ ბევრ ახალგაზრდას გაუჩნდა განცდა რომ დასავლურმა ცივილიზაციამ კრახი განიცადა აქ სულიერება და ცივილიზაცია მკვდარია ბევრი ჰიპური კულტურა გაჩნდა ხო რაღაცნაირად ძიება მე რაღაც მოლოდინი იმისა რომ აღმოსავლეთში არის რაღაც ისეთი განსაკუთრებული ცოდნა და ამიტომ რაღაც კუთხით ესენი გავიდნენ ინდოელ მასწავლებლებზე. თან ეგზოტიკური ხილის ისიც იყო ალბათ. ხო, რა თქმა უნდა, ანუ ეს ძალიან იმზიდველი იყო და ისინი ან რაღაც თქვა ზოგი ათლეტი იყო, ზოგს რა ინტერესი ქონდა, ზოგი სულიერი ძიების და ასე შემდეგ. და გახდნენ ანუ მისი მოსწავლეები. პატოფი ჯოისის მოსწავლეები. ხო, პატოფი ჯოის მხოლოდ ერთ ადგილზე ქონდა ცენტრი, ანუ ეს არის მაისორში. მე არა ვარ ნამყოფი სამწუხაროდ და ანუ წარმოგიდგენთ ხო სოფლიოში ხო ბევრგან არის ანუ ეს აშტანგა იოგა. ინდოეთში ეს სინამდვილეში არის იყო მხოლოდ ერთ ადგილზე, ერთ წერტილში. აი როგორც არის რაღაცა ხვანჯკარა რომ მაინც და მაინც იქ არის. აი გვერდზე ქუჩაზე უკვე აღარ არის ის. რომ ის ერთი ოთახი არის. სინამდვილეში სადაც აშტანგა ამ ხელა სოფლიო ბრენდი შეიქმნა, ის ერთი ოთახია და ინდოეთში სხვაგან არსად არ იყო. აი როგორც შამპანიური რომ მხოლოდ შამპანის რეგიონში უნდა იყოს მოყვანილი. ესე იგი პატოფი ჯოისი, ან თვითონ პატოფი ჯოისთანაც ჩადიოდნენ მოსწავლეები მაისორში და თვითონ პატოფი ჯოისიც ალბათ დადიოდა, ხო? დასავლეთ. კი, იცოდნენ ხოლმე არის აი ცნობილი მსახიობებიც რო არიან ის მაქვს დოკუმენტური ნანახი და და ეს ამერიკაში როგორ გადავიდა ეს მთელი მე მოსწავლეებმა ჩაიტანეს ანუ მოსწავლეები ჩადიოდნენ ხოლმე ინდოეთში თქვა ზამთარში 2-3 თვე და ის ასწავლიდა ანუ მაისორი ხო ქალაქი არის და მაისორში ის ასწავლიდა ინდივიდუალურად აძლევდა რაღაც პროგრამებს და ისინი რო ჩადიოდნენ ამერიკაში მე დამოუკიდებლად ან თქვა ავსტრალიაში ან სადღაც დამოუკიდებლად მისდევდნენ ან თქვა იტალიაში, იმიტომ რომ იტალიაში ანუ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოსწავლე თქვა იტალიელი იყო რა, რომელიც თქვა დღესაც ასწავლის და ხო თვითონ ამ მაისორის როგორც სწავლების მეთოდს ეგ ფუნქციაც აქვს, რომ ათვისებაზე არის ორიენტირებული და მათ შეეძლოთ რომ წაეღოთ ასე ვთქვათ ეს პროგრამა, ხო? ან ჩამოდიოდნენ სასწავლად, რომ აეთვისებინათ კონკრეტული პროგრამა. ხო, ზუსტად, ანუ მაისორის მეთოდი გულისხმობს, რომ მე შენ გასწავლი ისე, რომ მე დამოუკიდებლად გააგრძელებ და მე პრაქტიკისთვის ან თქვათ სხვისი პრაქტიკისთვისაც მომავალ წელსაც შადიხარ რა და ანუ ესე ჩემი მეგობარი მაგალითად, რომელიც ამერიკელი არის ეს და მისი ცოლი, ანუ 17 წელი ჩადიოდნენ ყოველ სეზონზე. და ანუ თან ისინი ძალიან მკაცრად უყურებდნენ ამ ავტორიზაციას, რომ ვინ უნდა ასწავლოს და ვინ არ უნდა ასწავლოს. 17 წლის მერე ანუ მისცეს ანუ ავტორიზაცია, სერტიფიცირება არა, მაგრამ ავტორიზაცია რა. ხო შეიძლება ძალიან შეცვლა თვითონ სისტემის და ინდივიდუალიზაცია და აქედან გამომდინარეც ალბათ. ეს ისე რაც ინდივიდუალიზირებული ანუ სერიები კი არის, მაგრამ თვითონ რა ასწავლიდნენ ინდივიდუალიზირებულად. ანუ როგორც აი მაისორში, რომ თქვა შენ გასწავლი იქამდე და იმდენს, რასაც შენ აითვისებ, სხვას და ყველა თავისი პროგრამით ვარჯიშობს მე რა. ანუ არ არის აუცილებელი, რომ ანუ არ იყო აუცილებელი იმ ადამიანებისთვის, ვისაც აძლევდნენ ამ სერტიფიცირებას, რომ 6-ვე სერია გაევლოთ. 6-ვე სერია არა, როგორ აძლევდნენ, იცი, რომ უფრო ავტორიზებას. ანუ რომ პირველი სერია გაიარე, დაამუშავე, მერე მიიღე პირველი სერიის სწავლების უფლებას. როგორც დასტური ერთგვარი, ხო? ნაბიჯ, კი. და ამიტომ ანუ ეს ძალიან იშვიათი არის. ანუ მას ანუ ეხლა ჩემ მეგობარს ეხლაც არ აქვს ანუ სერტიფიკატი ანუ მათგან ასე ვთქვათ მაისორის ნუ ის ცოცხლები აღარ არიან ეხლა ვთქვათ პატოფი ჯოისის და არის მხოლოდ დარჩენილი ანუ შვილი
ამერიკაში არის ჩემი მასწავლებელი მანჯუ ის ხანერად უყურებს, აი ამ ეგრე არ უყურებს, ასე ვთქვათ, ავტორიზების სერტიფიცირების საკითხს, ანუ ხანერად უყურებს. შვილი 2 წლის წინ გარდაიცვალა, ეს 53 წლის ასაკში შარატ ჯოისი, ხო. და ამიტომ ანუ სერტიფიცირება კიდე სხვა რაღაცას ნიშნავს. აი ჩემი მეგობრის მეუღლეს მას აქვს ის სერტიფიცირებული არის. მაგრამ რეალურად ანუ სიმართლე რო ითქვას მათი სწავლება არ მოიცავდა ანუ ანატომიურ დეტალებს. აი რაც ჩვენ კურსი არის, რომ ჩვენ ანუ ასწავლეთ ანატომიას და კინეზიოლოგიას, ანუ ამას არ მოიცავდა. უფრო ორიენტირებული იყო იმაზე, რომ შენ პოზა გამოგდის თუ არა, ანუ აკეთებ თუ არა პოზას. და გარკვეულ ურთიერთობაში, ანუ რაღაცნაირად დამსახურებულ ურთიერთობაში ხარ თუ არა მასწავლებელთან. ანუ ეს ძალიან სხვანაირი მოდელი არის ავტორიზების და სერტიფიცირების რა. ხო, ანუ არ იყო იმდენად ორიენტირებული ადამიანის ჯანმრთელობაზე, ხო ეს ყველა. ჯანმრთელობაზე ლაპარაკის ლაპარაკის დონეზე იყო, მაგრამ ანუ ესე მოკლედ ჩემი აზრით ეს დეტალები თვითონ არ იცოდნენ. ანუ ეს თანამედროვე კინეზიოლოგია და ის რაც მაგალითად შევიდა თანამედროვე პილატესში, ეს არც პილატესმა არ იცოდა, ხო? ანუ პილატესი რო ჩაწეროთ, რას აკეთებინებს ხალხს, რაღაც კატასტროფას, ხო? ან რაშვა გაქვს ხო ნანახი ეს რაშვაში არის ის პილატესი იმასთან, რასაც ახლა ხალხი აკეთებს, ხო? ისევე როგორც აი იოგას ბევრი წინაპარ, საერთოდ კავშირია. ანუ შეიძლება რაღაცა ნელ-ნელა გადავიდა ასე ვთქვათ სხვა თალღაზე და ამიტომ მათ ეს ცოდნა ანუ უბრალოდ ეგ ცოდნა არ არსებობდა მაგ დროს და ეს საჭიროებაც რაღაცნაირად მოთხოვნილებაც არ არსებობდა რომ ეს ანატომიურად ისწავლებოდეს. ანუ გამოცდილებიდან მოდიოდა ყველაფერი ხო იდეაში რომ აი ის კარგად იყო ამ პოზების შესრულების მერე და სხვაც კარგად იქნება. ხო, მაგრამ აი ზუსტად აი ამ პრაქტიკების შედეგად რომ ტრამვები იმატა გაჩნდა საჭიროება რომ ანუ ანატომიური ცოდნით შევსებული იყო. გამიგან 70-იანებში რომ ბევრი ვარჯიშობდა ტრამვებიც იყო და მე დაფიქრდნენ რომ ესე უფრო დასავლეთში მოხდა ეს რომ ესე იგი რაღაცას არასწორად ვაკეთებთ, ხო? ანუ მარტო ეს საკმარისი არ არის. რატო დაიწერა ეს თანამედროვე იოგას ანატომიის წიგნები, როცა მე ძველიც მაქვს ნათარგმნი და რატო თარგმნე, თქვათ, აი თქვენაც გაქვთ კურსზე, რომ არ არის საერთოდ საკმარისი. მარტო ის რომ ხელი მოხარე და დაიხარე და რაღაცა ეს არ არის საკმარისი რა. და ამით შევავსეთ უმეტესობა რასაც აი კურსს უწოდებს ინსტრუქტორის კურსს. ეგ არის უბრალოდ ვარჯიშების სწავლა. ეს ძირითადად არ არის ხოლმე მართლა თქვათ გააზრება კინეზიოლოგიის და ასე შემდეგ. მიზეზშედეგობრივი კავშირის. ხო, ყველანაირად რა თქვათ აი რომელი კუნთი, რომელ მოძრაობასთან არის კავშირში, ანუ გაჭიმების დროს როგორ გადავანაწილოთ და უშუალოდ მთლიანად სხეულზე დატვირთვა. ანუ ბევრი ანუ ეს დეტალი და ნიუანსები არის უბრალოდ ანუ აღიქვამენ ვივარჯიშე. აი როგორც ძველი ვარჯიშები რა. აი თუმცა ახლა ამ ცოდნასთან ერთად ანუ რითიც არის შევსებული ეს სერიები რეალურად უკვე საკმაოდ ისეთ ლოგიკურ, კომპლექსურ და ეფექტურ პროგრამას ვიღებთ ჯანმრთელობისთვის. ხო ეგრე არის, ანუ დღეს კვლევებიც არსებობს ამაზე და ანუ ეს პროგრამა სერიებად დალაგებული ანუ ასთანებს შორის ლოგიკები რაც არის, ისეთი არის ანუ საკმაოდ ეფექტური და აზრობრივად ისე დალაგებული, როდესაც უკვე შევსებული არის ამ ცოდნით, რომელიც თქვათ იმ დროს ეკლდა. კი, ეგრე არის. უბრალოდ ზოგმა სკოლამ ეს ახსიახლეები აიღო, ზოგმა რაღაცნაირად იუკადრისა, ან რაღაცნაირად დისტანცია დაიჭირეს, რომ აი ტრადიციული იოგა არის და ანუ სიამოვნებაში არ არის ძალიან ტრადიციული, ანუ მაგაზე ვისაუბრებთ, ხო? რომ ანუ რაღაცნაირად ეხლა ავდგეთ და ვისწავლოთ დასავლეთისგან, როცა აქეთ ვასწავლიდით, ხო? სიამაყის ის ქონდა. შეიძლება, ხო, ანუ უცნაური რაღაც არის ეს, რომ ანუ ამის საჭიროება მართლაც იყო, მაგალითად. ხო და სადაც ესე გამოდის, ანუ 13 წელია მივზდებ, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ხო, ჩემი პროგრამებიც მაქვს, ანუ იმის მიხედვით, რომ თქვათ თუ ინტენსიურ ვარჯიშებს ვატარებ, თუ მაგალითად თერაპიული იოგას ვატარებ და თერაპიული იოგაში მთლიანად ანუ პროგრამა ინდივიდუალურად უნდა შედგეს და ეს აშტანგა იოგა უფრო სტანდარტი არის რა, რომელიც ანუ ეგეთი ფორმა არის, სადაც ანუ სუნთქვა
კონცენტრაცია, მოძრაობა, ასანა ეს ერთად არის შერწყმული და ამიტომ მე ესე ურჩევ ხოლმე რომ ეს დამწყები ინსტრუქტორისთვის კარგია რომ როგორ ჩაატაროს გაკვეთილი, ანუ პირდაპირ გზა პროგრამა არის რა. რაც შეიძლება მე დროთა განმავლობაში ისი მოდიფიცირებაც მე შესაძლებელი არის. მაგრამ აშტანგა იოგაზე არის ანუ გახსენდება კიდევ მეორე საკითხი. კლასიკური. ხო, ანუ აშტანგა იოგა, თვითონ ეხლა ეს ტერმინი რო განმარტოთ, რომ რო გადავიდეთ მთავარ თემაზე, რომ რა კავშირი აქვს აშტანგა იოგას თანამედროვე, ამ აშტანგა ვინიასა იოგას ტრადიციული იოგასთან, ანუ რა არის ახლა შენ უკან ეს წიგნები რო არის, ინდური ფილოსოფიები, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა და რა კავშირი აქვს მართლა ტრადიციასთან, ხო? ჯერ ტერმინი რო განმარტოთ აშტანგა რას ნიშნავს? 8 საფეხურს, 8 ასპექტს. ხო, 8 ასპექტს, 8 საფეხურს ნიშნავს. ვინიასა თვითონ როგორც პადაფი ჯოისის ტრადიცია განმარტავს არის მოძრაობა სუნთქვასთან ერთად, მაგრამ ეგეთი სიტყვა თვითონ კლასიკურ იოგაში არც კლასიკურ და არც სათა იოგაში არ გვხვდება. ეგ ტერმინი არ არსებობს. არ არსებული ტერმინია. რაც ავტორიზებული ავტორის ეს არის ტერმინია. შეიძლება, მაგრამ მას პრეტენზია ჰქონდა, რომ ეს რაღაც ძალიან ტრადიციული სწავლების მეთოდი არის. არაფერს ნიშნავს. არა, ნიშნავს, მაგალითად დიზაინს ნიშნავს. რა, ძველი შუა საუკუნეების პერიოდში რაღაცის დიზაინს აღნიშნავს, მაგრამ ამ გაგებით ეს ტერმინი არ გამოიყენებოდა ამისთვის რა. თვითონ შუა საუკუნეების ჰათა იოგაშიც კი. ეხლა რადგან 8 საფეხურს ნიშნავს, რო ჩამოთვალოთ, ეს საფეხურები რა არის? პირველი არის 8 საფეხურიდან პირველი არის იამა, რაც ნიშნავს პირდაპირ თარგმანით ნიშნავს კონტროლს. სხვადასხვაობით ეს იამა სიტყვა რუსულად ორმოს ხო ნიშნავს. და ეს ძირი სანსკრიტის მიგრაციის პერიოდში იამათან ნიშნავდა ორმოს, რომელშიც ადამიანს დამჯდარ მდგომარეობაში ასაფლავებდნენ. იამას მაგითო სიკვდილის ღმერთთანაც არის დაკავშირებული და ეს ამ სიტყვას მრავალი ფუნქცია აქვს რა. მაგრამ კონტროლზე როცა არის საუბარი, ან შეიძლება აკრძალვათაც წარმოვიდგინოთ, ოღონდ არა მხოლოდ გარეგანი აკრძალვა. ეს არის რა ზიანის მიყენებისგან თავის შეკავება. და იოგაში ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. რო ჩამოვთვალოთ ზიანის მიყენებისგან თავის შეკავება, მითვისებისგან თავის შეკავება, არის ტყუილისგან თავის შეკავება, სექსუალური კავშირისგან თავის შეკავება, სექსუალურ კავშირში თუ მაგალითად ადამიანი უკვე ასკეტი იყო, სრული თავის შეკავება, ან თუ სრული ასკეტი არ იყო, იმ საზოგადოებრივი ნორმების ფარგლებში თავის შეკავებას. შეიძლება თქვა ოჯახი ყავდა და ასე შემდეგ, ხო? იმიტომ რომ ეს ძალიან ძველი ტრადიცია არის. და მეხუთე არის სიხარბისგან და მითვისებისგან თავის შეკავება. ეს ამ ხუთიდან ყველაზე მნიშვნელოვანი არის ზიანის მიყენება. უფრო ფუნდამენტური. ხო, ჰიმსა თვითონ ნიშნავს უარყოფას. ჰიმსა ნიშნავს ზიანის მიყენებისგან თავის შეკავებას. ეს ხუთი აკრძალვა რაც არის, მოიაზრებს აზრების კონტროლსაც და აქედან მოდის ეს მედიტაცია. რომ იოგმა უნდა დანერგოს ისეთი აზრები, რომელიც მინიმუმ არავისთვის ზიანის მომტანი არ იქნება. მათ შორის საკუთარი თავისთვისაც. ეს პირველი პრინციპი მოიაზრებს, ხო? აზრების ხო, არა მარტო ფიზიკურ დონეზე, რომ მე არავის არ ვაზიანებ, არამედ მენტალურ დონეზეც. მაგრამ საიდან აიღეს ეს ხუთი პრინციპი? ამ ხუთ პრინციპს, ხო, ეს ხუთი პრინციპი აიღეს ჯაინებისგან, ჯაინიზმშიც და იოგაშიც ამას ქვია მაჰავრატა, დიდი აღთქმა. რომ ეს უკვე, სრული აღთქმის დადება არის, რომ ადამიანი რაღაცნაირად სრულად ემიჯნება. ოღონდ განსხვავება ის არის, რომ ჯაინები, ესე ვთქვათ, ძველი ინდური რელიგია არის. ჯაინები ზიანის მიყენებას ავრცელებდნენ ასევე მცენარეებსაც, მცენარეებიც არ უნდა დააზიანო და ბუნებაც.
ანუ ისინი მარტო რეინკარნაციას მარტო ცხოველებით არ შემოფარგლობდნენ, რომ თქვათ ადამიანი შეიძლება ცხოველად დაიბადოს, ან თქვათ სულის გადასახლება მარტო ცხოველად, ანუ მცენარეთაც შეიძლება, მდინარეთაც შეიძლება და ამიტომ ეს არის საყოველთაო ზიანის კოსმოსისთვის საყოველთაო ზიანის მიყენებაზე უარის თქმა. და ჯაინიზმში ეს ხუთი პრინციპი იყო ძალიან უკიდურესად, ანუ ძალიან უკიდურესი ასკეტიზმი იყო. და ეს ხუთი პრინციპი გადმოიღეს იოგებმაც, ბუდისტებმაც, თუმცა იოგებმა შედარებით სუბუქ ფორმაში. ანუ უკვე ის იოგი, რომელმაც ანუ იოგი თავითვე ნიშნავდა, რომელმაც რაღაცნაირად მთლიანად უარი თქვა, რაღაც განდეგილი გახდა, კლასიკურ პატანჯალის იოგას გულისხმობდა, იქ წერია, რომ მაგალითად ზიანი ადამიანმა შეიძლება მიაყენოს, თქვათ, თუ მეომარი არის ბრძოლაში თავდაცვის მიზნით, თუ მეთევზე არის და მონადირე არის. და ეს არის ისეთი ზიანი, რომელიც მაინც არის ზიანი, მაგრამ ეს საზოგადოებრივად დაშვებული არის. ანუ მაგას არ გულისხმობენ, რომ ანუ საერთოდ არავინ არ უნდა ყველაფერი უნდა გახდეს. მაგრამ ანუ ვინც უკვე იოგი ხდებოდა, ანუ ის მთლიანად უარს ამბობდა ამ ყველაფერს. ეს იყო პირველი პრინციპი. რაც მოდიოდა ესე იგი ჯაინიზმისგან და ჯაინიზმი იყო არავედური ტრადიცია, ანუ არა მეინსტრიმული ტრადიცია. ანუ ინდოეთში რაღაცნაირად ეს ორი ცივილიზაცია იყო, ასე ვთქვათ, შრამანა და ვედური ტრადიცია ერთმანეთს შეერწყა, ასე ვთქვათ. და მეორე საფეხური იოგაში ამ 8 საფეხურიდან არის ნიამას პრინციპი, რაც შეგვიძლია გავიგოთ როგორც დანაწესები. მოდერნ თანამედროვე იოგას ტიპები ახლა მოსწავლეები რო არ დააფრთხონ, ეუბნებიან, რომ იცი რა, ეს ამ ყველაფერს თარგმნიან როგორც ზოგად პრინციპებად რა, რომ მაგალითად მესამე პრინციპს, აი მეორე საფეხურის მესამე პრინციპს თარგმნიან როგორც თვითშემეცნებას. რომ აი თქვათ, რავი, ადამიანი შეიძლება თქვათ კინოს უყუროს და თვითშემეცნების აქტია, ხო ეს? მაგრამ მსგავსი შინაარსი არ იყო? მაგრამ იქ კონკრეტულად წერია, რა თვითშემეცნება სვათიაა, თვით დასწავლაზე არის საუბარი. იქ წერია, რომ ეს არის მანტრების გალობა, ანუ ომ მანტრას გალობა მაგალითად და ისეთი შასტრების კითხვა, რომ ანუ ისეთი წიგნების ტექსტების კითხვა, რომელსაც მოაქვს გათავისუფლება, სულიერი გათავისუფლება. ოღონდ იქ ეგ ზუსტად არ ვიცით, რომ იქ შასტრებში, აი ეს შასტრა იგულისხმება თუ ზოგადად შასტრები. და გარდა ამისა, ანუ ეს ნიამები რაც არის, ეს იყო ვედური რიტუალების და ტრადიციების დაცვა. ტაპასი მაგალითად, ტაპასის კომენტარში წერია, რომ ეს არის მაგალითად მთვარის მარხვების დაცვა. თანამედროვე მასწავლებელი მაგალითად დისციპლინა, სეკრეტარია, ზოგადად დისციპლინა, მე რო ვიოლინოზე უკრავ, ესეც დისციპლინა არის რა. მაგრამ იოგები ამ ზოგად დისციპლინას კი არ გულისხმობდნენ. გულისხმობდნენ სპეციფიკურად, აი მაგალითად, აი ამ მარხვების დაცვას და აი ამ კონკრეტულ პრაქტიკებს. ანუ იდეაში ყველაფერი სადაც კონკრეტიზებული იყო, რაც მერე მარკეტინგისთვის შეცვალეს, შეამსუბუქეს თანამედროვე აშთანგაში. ხო, თანამედროვეში, ანუ ისე გამოიყვანეს, რომ თითქოს ეგ კონკრეტულ რელიგიაზე კი არ იყო მიკერებული. რაღაც გაგებით არც იყო, ანუ იმას ვერ ვიტყვით, რომ ყველანაირად იმ ჰერმენევტიკულ გარემოში სადაც იყო, რაღაცნაირად მთლიანად ამით იკვებებოდა და რაღაც თავისი ინდივიდუალობა არ ჰქონდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ეს დანაწესები რაც იყო, ანუ ასკეტური დანაწესები, დაუშვათ ეს განწმენდი პროცედურები, მანტრების გალობა, დაუშვათ უფლისადმი მოწიწების ქონა, ანუ ეს მაინც ამას ეს არ იყო რაღაცა ძალიან ნეიტრალური, ეს რაღაც კონკრეტულ კონტექსტს ეხებოდა მაინც. კონკრეტულ კონტექსტთან იყო ხო დაკავშირებული და რაღაც თითქოს ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ რაღაც healthy lifestyle-ის და wellness-ად აქციეს ეს მთელი ტრადიცია. იმისთვის, რომ კომერციულად უფრო უხეშად წინ წასულიყვნენ და გაევრცელებინათ. ხო,
ხო, აი თვითონ ანუ რიტუალებისთან კავშირი ქონდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს საკმაოდ ასკეტური პრაქტიკა იყო რა. და მესამე საფეხურზე როცა გადავდივართ, ანუ ეს გასაგებია ახლა რაც ვისაუბრე, ეს არის რაღაც აკრძალვები, რაღაც დანაწესები. და ეგ გვხდება ასევე თანამედროვე აშტანგა იოგაშიც, ეგ ორი საფეხური, არა ზუსტი და არა კონკრეტული გაგები, თუმცა მაინც არის ცდილობა რომ ეს იყოს გადმოთარგმნილი რაღაც ისეთ ყველასთვის გასაგებ ენაზე, ხო? ხო, ანუ თანამედროვე იოგას მასწავლებლებიც, აი ვინც ვახსენე, ანუ პატაფი ჯოისი, ანუ აშტანგა იოგას გურუ ისიც საუბრობს ამაზე, ანუ აკრძალვებზე, ანუ 5 აკრძალვა და 5 დანაწესი, ანუ იოგურ ათწნებაზე, განმართავს, მოუწოდებს მოსწავლეებს ამის დაცვისკენ და პრინციპში რატომაც არა, ანუ ეს შეიძლება განზოგადდეს კიდეც და თქვათ, ახლა ზიანის არ მიყენება, ხო ეს ბუდისტური ზიანის არ მიყენება და გაუშვათ ჯაინური, მაგრამ უბრალოდ აქ არის ზღვარი რა ითვლება ასე ზიანად და რა რამდენად გლობალურია ეგ ყველაფერი. ხო, რამდენად ყოვლისმომცველი არის რა. და ამიტომ ხო, და რამდენად იმეორებს იმ შინაარს, რაც შეიძლება რომ კლასიკურ იოგაში იყოს. მაგრამ მაინც ანუ ამას ქონდა ასე ვთქვათ ვედური კონტექსტი ამ დანაწესებს, რასაც ასრულებდნენ, გამწმენთ რიტუალებს და ასე შემდეგ, პროცედურებს ამ მაგრამ მაინც არ უნდა გავიგოთ ისე რა, ანუ მე არ ვამბობ, რომ ეს რაღაცნაირად ძალიან მიკერებული იყო ამ რიტუალებზე რა. შეიძლება მართლაც ეს იყო მცდელობა, რომ უნივერსალური ფორმა ეპოვნათ. იმიტომ რომ არც მაინც ღმერთზე და რაღაც ღვთაებებზეც არ იყო ეს. ვისი მხრიდან? პატანჯალის ხო. პატანჯალის ეს რაღაც სექტანტური მიდგომა არ ქონდა, ასე ვთქვათ რა. და ამ ორის გარდა არის მესამე საფეხური, რომელიც გულისხმობს ასანას, ანუ ასანა არის სხეულის პოზა. მაგრამ პატანჯალის იოგაში ეს ასანები აღწერილი არის, ანუ 13 ასანა არის. ასანები ჩამოთვლილი არის, როგორც პოზა სამედიტაციოდ, ანუ პოზა ჯდომისთვის, ანუ სტირა სუქამ ასანამ ნიშნავს, რომ მდგრადი და კომფორტული პოზა. პოზის მდგრადობა და უფრო სწორი თარგმანი ეს იქნება სანსკრიტულიდან, პოზის მდგრადობა და კომფორტულობა მიიღწევა მედიტაციით. ანუ ერთი არის რომ გააკეთო პოზა, მაგრამ პოზაში თუ გონება არ გასწორდა, ის არ იქნება თვითონ სტაბილური და აი მედიტაციის ელემენტი პოზას შიგნიდან ასტაბილურებს. და ეს მნიშვნელოვანი კომპონენტია, მაგრამ იოგა შასტრაში როცა ჩვენ საუბრობთ, ანუ კლასიკურ ძველ იოგაში როცა საუბრობთ ასანაზე, აქ საუბარი არის მხოლოდ სამედიტაციო პოზებზე, ანუ ეგეთი რამე არ წერია, მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, ცოტა მინიშნება არის, რომ ასკეტურ პოზებზეც. მაგრამ არა როგორც ვარჯიშის დატვირთვის. ანუ მედიტაციის კომპონენტის გარეშე არ არის განხილული ასანები, ხო? ცალკე რაიმე სხვა დანიშნულებით, ანუ ყოველთვის თანსდევს მედიტაცია და ანუ მედიტაციის შინაარსი. ხო, ანუ ჯანმრთელობის იდეა, ანუ როგორც დაბრკოლება პატანჯალისთან არის ეს 9 ფაქტორიდან ერთ-ერთი, რომ მედიტაციაში ხელი შემშლელი 9 ფაქტორიდან ერთ-ერთი არის ჯანმრთელობის პრობლემა. მაგრამ მაინც ანუ ესე არსად არ არის იქ ნათქვამი, რომ ანუ ასანები კავშირში არის ჯანმრთელობის მოწესრიგებასთან. ეგეთი კავშირი უბრალოდ მანდ არ არსებობს. ეგ კავშირი, რომ ასანები ეხმარება ადამიანს ჯანმრთელობაში, ეგ გაჩნდა შუა საუკუნეების ჰათა იოგაში. და რამ გამოიწვია ეს ყველაფერი, ანუ გაჩენა მაგ ფიზიკური ვარჯიშების და ასანების? უფრო ამ ქვეყნიურობაზე ორიენტირებული გახდა ზოგიერთი სულიერი პრაქტიკა. რაღაცნაირად შეიძლება იმედგაცრუება სრული ასკეტიზმის მიმართ. ხო და ამიტომ ეგ არა მარტო ფიზიკური ვარჯიშების მიმართ, არამედ სუნთქვითი ვარჯიშიც, სუნთქვითი ვარჯიშიც კლასიკურ იოგაში ამასაც ჰქონდა ორი დატვირთვა, ერთი მედიტაცია და მეორე ასკეტიზმი. ანუ ვისაც ჰქონდა ასე ვთქვათ ცუდი კარმა, ანუ ნებისმიერ ადამიანს შეეძლო რომ განეწმინდა საკუთარი თავი პრანაიამას მეშვეობით. და ანუ ესეც არის, რომ წერია, რომ პრანაიამა, სუნთქვის კონტროლი ან შეკავება არის საუკეთესო ტაპასი, ანუ ასკეტიზმი.
და მაგალითად აი თქვა ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული, მოკლა ვიღაცა და მე გააკეთა სუნთქვითი ვარჯიში და გაწმინდა კარმა. აი რაღაცანო ეგეთი ის რო წარმოვიდგინოთ, აი მარტივად. და ანუ შემდგომ უკვე მოდის უფრო მაღალი საფეხურები, ანუ პრატიაჰარა, ანუ გრძნობების კონტროლი, შემდეგ ყურადღების ფოკუსირება, მედიტაცია და სამათი, ანუ ჩაღრმავების, ანუ სრული კონცენტრაციის, მან კონტემპლაციის მდგომარეობა. აი ეს რა არის კლასიკური იოგაში აშტანგა იოგა. ეს დანარჩენი 4 თუ გვხდება თანამედროვე აშტანგა იოგაში. დანარჩენი 4 აი პრატიაჰარას შემდეგ რაც არის. ხო, ამაზე საუბრობენ, რომ მაგალითად, ანუ ხოლმე საქმეც მაშია, რომ აშტანგა იოგას სახელი რატო აიღეს საერთოდ, ანუ როცა სინამდვილეში პატანჯალისთან ეგوارჯიშები საერთოდ არ არის. ანუ მთელი პრობლემა ის არის, რომ აი მაგალითად მე რო ეხლა ავიღო მაგალითად ქრისტიანობა და რომ ანუ ქრისტიანობაში არის თქვა რაღაცა იცი დაჩოქების ელემენტი, რომ ვიღაცა მუხლებზე დგება. ეს ეხლა რო გადავაქციო ვარჯიშებად, ფიტნეს ვარჯიშებად, რომ ეს მაგალითად კვადრიცეპს ავარჯიშებს, ეს დაუშვათ გლუტეუს, ხო, რა, ანუ საჯდომს აყენებს და ასე შემდეგ, ხო? ეს რო გავამრავლო ეს ვარჯიშები და მე ამას რო დავარქვა, დაუშვათ რაღაცა მართლმადიდებლობა. და მართლმადიდებლობაში ეგეთი რაღაცა არ წერია, რომ მაგალითად ეგ რაღაც ვარჯიშები რამენაირად კავშირში არის ამასთან. ან არ არის. უბრალოდ ხშირად როცა ამაზე საუბრობ ხოლმე, პირველი რეაქცია არის, რომ ვარჯიში განაცუდია. ანუ თითქოს ანუ მე იმაზე საუბრობ, ანუ ეს ვარჯიშები არის ცუდი. ანუ პირიქით, ანუ მე მთელი ცხოვრება ვარჯიშობ და ამბობ, რომ ვარჯიში არის კარგი და საუკეთესო. მაგრამ მე ვამბობ, რომ ეს სხვადასხვა რაღაც არის. ამას რო ვარქმევთ, ანუ იოგას ან აშტანგა იოგას. ეს არის დამაბნეველი, რომ მე ხალხს გონია, რომ ეს არის რაღაც პატანჯალისთან კავშირში. ანუ იდეაში ეს არის რაღაც საავტორო სქემა უხეშად რო ვთქვათ ფიზიკური ვარჯიშების და მედიტაციების, რასაც ტრადიციული სახელი დაარქვეს, რომ უფრო პოპულარული გამხდარიყო. ხო, აი ეგ მაგას ვფიქრობდი ახლა მეც, ანუ რაღაც სიძველესთან ასოცირება უფრო რაღაც მიუწვდომელი ხილის, რომ აი აღმოსავლური კულტურა და ფილოსოფია მისაწვდომი ხდება. ხო, ეხლა ნახეთ როგორ ხდება, ანუ ეს დაკავშირება. ეს ხდება ჯერ მე-20 საუკუნეზე ვთქვათ. პატაფი ჯოისი წერს როგორც კი თავის იოგა მალაში, აღწერს ამ 8 საფეხურს და მესამე საფეხურში დებს ტანვარჯიშს. ანუ იქ სადაც კლასიკური იოგაში ეგ ტანვარჯიში არ არის საერთოდ. რამდენი პოზა გვხდება გერგი? ანუ როგორ არის, იცი რომ 12 ან 13 იმის მიხედვით რომ ერთ-ერთი პოზა სახელად კითხულობს ზოგი სთირასუქამ, ზოგი კითხულობს როგორც პოზის სახელწოდებად და ზოგი კითხულობს როგორც პოზის დეფინიციად. და ამიტომ შეიძლება, ანუ მაგალითად ფილიპე მასი კითხულობს როგორც პოზის სახელწოდებად. და ამიტომ ვამბობ, რომ თქვა 13 არის, მაგრამ შეიძლება ვთქვათ, რომ ბევრ ავტორთან იყოს 12. მაგრამ მან საინტერესო საერთოდ რა არის, რომ მან არის მაგალითად აღწერილი, ანუ აღწერა დეტალურად არ არის საერთოდ. უბრალოდ დასახელებები არის, ხო, არის პადმასანა და დაუშვათ რაღაც სვასტიკასანა და ასე შემდეგ, მაგრამ სპეციალურად ხომ არ არის ესე ორაზროვნად. თვითონ კლასიკური იოგაში? ხო, რომ დააფიქროს ადამიანი. აღწერა რო არ არის? ინტერპრეტირების საშუალებას ხომ არ გვაძლევს ეს ყველაფერი? ინტერპრეტირების საშუალებას, რომ ანუ შეიძლება უბრალოდ არ ჩათვალეს საჭიროდ, რომ ამის აღწერა, იმიტომ რომ შეიძლება ეს პოზები იმ გარემოში ძალიან ისედაც პოპულარულია. ხო, იმიტომ რომ ეგ უცნაური თემა არის, რომ რატო არ აღწერ ამ პოზას როგორ კეთდება, იმიტომ რომ შეიძლება ეს არ აინტერესებს კომენტატორს, ან თვითონ ავტორს, იმიტომ რომ ახლა რომ აღწერო მე რა არის დაუშვათ წყლის დალევა, ხო. და მე მაგ ერთი კითხვა, თვითონ ეს პოზები სახელწოდებიდან გამომდინარე ხომ არ აღწერს საკუთარ თავს? არა, სხვადასხვა ლოტოსის პოზა, რო ვთქვათ, რომ აი მაინც-მაინც ლოტოს გავსო და სუქრასანა, სვასტიკასანა, ან მაინც-მაინც სპილოს პოზა გავდეს, ანუ ხო, მაგრამ მთელი თემა რა არის, რომ იქ მარტო სახელწოდებებია და
შემდგომ რა ხდება, როდესაც უკვე სხვა კომენტატორები ან ლოტოსის პოზას აი გვიხსნიან, რომ რა არის, როგორ გავაკეთოთ ლოტოსის პოზა, ხო? სხვადასხვა კომენტატორი ზოგ პოზაში თლიან განსხვავებას გვაძლევს აღწერის და ზოგ შემთხვევაში ნიუანსობრივ განსხვავებას. ანუ იდეაში ლოტოსის პოზა რომელია, ეს არავინ არ იცის. ეს იოგა სუტრას, შასტრას კომენტატორები, ხო? ხო, სუტრაში საერთოდ არ არის. ეხლა ფილიპ მასი საერთოდ ვარაუდობს, რომ შეიძლება ეს საერთოდ ჩამატება არის და ეს პოზების ჩამონათვალი საერთოდ კომენტარის ნაწილი არის პოზების ჩამონათვალი? კომენტარების ნაწილი არის და გაწყვეტილი არის სუტრა ორ ნაწილად და ამ წყვეტაში არის ის ჩამონათვალი. კი, თვითონაც აი ანუ სუტრა არის გაწყვეტილი, სადაც პოზის აღწერა არის. და გაწყვეტილი რო არის შუაში არის ჩამატებული კომენტარი. ანუ და ამ კომენტარში წერია, რომ ეს სუტრა არის გაწყვეტილი როგორ სიტყვა არის გამოტოვებულიო რა. თვითონ წერეს გამოტოვებულია სიტყვა მიიღწევა. ანუ ესე იგი მდგრადი და კომფორტული პოზა მიიღწევა, გაწყვეტილი აქვს, ანუ მიიღწევა თვითონ კომენტარში წერია და მერე წერია რომ მედიტაციით და ძალისხმევის მოხსნით, ხო? ამიტომ ეგ ვიღაცა რო წაიკითხოს კომენტარების გარეშე, ანუ რა გამოვიდა, იცი რომ ეს ამოღებული სიტყვა გადავიდა კომენტარში და მოკლედ ძალიან სრული ფილოლოგიური რაღაც არის, მაგრამ იდეაში ანუ არ არის ანუ ეს ვარჯიშები საერთოდ რა, ამაში მარტივად რო ვთქვა. პატაფი ჯოისმა აღწერა ეს 8 საფეხური და მესამე საფეხურში ჩაამატა მზის მისალმება, თითქოს ეს რაღაც ძველი ტრადიციული ვარჯიში იყოს. მაგრამ მზის მისალმება თუ სხვა ასანა? არა, ყველაფერი. ყველაფერი ხო? აი სისტემა სერიები რაც არის. ხო, ყველაფერი ჩაამატა, პლუს მერე მისმა მასწავლებელმა კრიშნამაჩარიამაც თავის წიგნში იოგა გალუში მანდაც ეგ 8 საფეხური რო აღწერა, მანდაც მესამე საფეხურად ეგ ტანვარჯიში ჩაამატა, ორიგინალში ეგ არ არის საერთოდ. და აი ანგარმაც ანუ რაღაც ამსამა ერთმანეთისგან გადააკოპირეს, რომ ამანაც ტანვარჯიში ჩაამატა იქ რა, საერთოდ არ არის. და ასანას ჰქონდა აი მაგალითად როგორც ბჰაგავად გიტაში არის, რომ ანუ ეს არის მედიტაციისთვის ჯდომა. რომ ადგილის მომზადება და იქ ჯდომა. და კომენტატორები აი მაგალითად ერთ-ერთი კომენტატორი აღწერს, რომ რაღაცაერთ თითქოს ბჰაგავად გიტაში რაც წერია იმის ბჰაგავად გიტის აზრით განმარტავს იოგას სუტრას. რომ აი ესეთი და ესეთ ადგილზე განმარტოებულ ადგილზე დაჯდეს, მერე ეს დაიფინოს და ასე შემიხდი. ანუ ხანდახან ხდებოდა ესეთი რაღაცა, რომ ერთი კომენტატორი ერთი წიგნის ინტერპრეტაციას აკეთებდა მეორე წიგნით. მაშინ როცა შეიძლება ეს ორი კავშირში არ იყოს საერთოდ. ხო, ანუ შეიძლება ანუ ყოველ შემთხვევაში ეს წიგნი არ აციტირებს ამას და ანუ გასაკვირი იქნებოდა რომ არ ცოდნოდა დავუშვათ პატანჯალის დავუშვათ ბჰაგავად გიტა, მაგრამ დიდი ალბათობით იცოდა, მაგრამ ის არ ახსენებს ამას საერთოდ და შესაბამისად შეიძლება განსხვავებული შეხედულება აქვს, ანუ აშკარად ჩანს კიდეც რომ სხვა ტერმინოლოგიას იყენებს და ბევრ რამეში თანხვედრა არის, მაგრამ ეგრე თანხვედრა ბუდიზმთანაც არის და ყველაფერთან, ხო? და აი ესე არის აი ამ ტანვარჯიშის საქმე. მაგრამ ეხლა გამოვიდა ისე რომ თითქოს მე ვამბობ რომ მე-20 საუკუნეში ტანვარჯიში ჩაამატეს კლასიკურ იოგაში. ეს მართალი არის, მაგრამ ეგ მანამდეც გაკეთდა ინდოეთში. ხო, შუა საუკუნეებში. ხო, ანუ მე ხო ჩემს სტატიაში მიწერია რომ ინდოელი, ასე ვთქვათ, ინტელექტუალი, რომელიც ვეზირი იყო მოგოლთა იმპერიაში, იყო აბულ ფაზლი, რომელიც მე-16-მე-17 საუკუნეში მოღვაწეობდა და ისიც, ანუ ახლა ეგ საინტერესო მოვლენა იყო, რომ თქვა შეიძლება ეხლა არის რომ ხალხს შეიძლება ნაკლებად აინტერესებდეს ან რაღაცა, მაგრამ ხალხი ანუ სწავლობდა ისეთ რაღაცებს, რასაც არ მისდევდა. მაგალითად, თუნდაც მუსლიმებიც დაინტერესებული იყვნენ, რომ თქვა თარგმნიდნენ ინდურ ტექსტებს, ფილოსოფიებს, ანალიზს აკეთებდნენ, არქივებდნენ რა იცი რაში გამოგადგება, ხო, კულტურა არის რა, მაინც ეს ძალიან მაგარი მიდგომა არის, ხო, ანუ მუსულმანებმაც შემოინახეს, ასე ვთქვათ, პატანჯალის თარგმანი და თავისი ვერსია, ასე ვთქვათ რა. ხო და აბულ ფაზლი, როდესაც აი ზუსტად ესევე აშტანგაევას განიხილავს, იქ ასანების
ადგილას ჩამოთვლის 84 ასანას, რაც არ არის საერთოდ, ახსენებს 84 ასანას, რაც არ არის საერთოდ, ანუ ასე ვთქვათ, თითქოს იქ მედიტაციაში ჯდომას, მედიტაციურ პოზის გარდა სხვა რაღაცებიც იყო იქ რა, ეგეთი რაღაცა არის. და აი მე როგორც ვიცი, სანამ ეგ მოხდებოდა შუა საუკუნეებში, არის ესეთი აზრები, რომ იყო ფიზიკური დატვირთვაო აქამდე ხეებზე, რომ ეკიდებოდნენ ფეხებით და ასე შემდეგ. რამდენად დადასტურებულია ეგ? ეგ იყო რა, ანუ ნახე როგორ არის, ეგ იყო ჯერ ერთი ალექსანდრეს დროს, ანუ ბერძნების აღწერაში არის, რომ ინდოეთში ასკეტები იყვნენ, რომლებიც სალფეხზე იდგნენ და რაღაც პოზებს აკეთებდნენ და ანუ ხეზე ანუ გარდა სამედიტაციო ასანების. ხო, ასკეტიზმი, ანუ ძალიან დიდი ხანი იყო, წელთა რიცხვით შეიძლება პირველი 1000 წლეულში ასკეტიზმი იყო ეგეთი პოზები. უბრალოდ ამას არ ჩანს სადმე, რომ ამას ერქვა იოგა და ან იოგას პოზები. თორე ასკეტიზმი ანუ სულ იყო. ხდებით, ანუ როგორი სიტუაცია იცი, რომ მაგალითად თვითონ იოგაშიც, აი თქვათ ავიღოთ რაღაც თქვათ ვიპარიტა კარანი, ან მაგალითად შავასანა, ხო? რაღაცა პოზა ხან შედიოდა რაღაც სხვა რუბრიკაში, მაგალითად მუდრების რუბრიკაში და მე სხვა წიგნში გადმოდიოდა ასანების რუბრიკაში. და აქ საუბარი იმაზე არ არის, რომ ზოგადად ანუ ასკეტური პირიქით, ანუ ასკეტური პოზებში დაყოვნება და რაღაც დღეების გატარება და ესეთი პრაქტიკა პირიქით, ანუ ეს უძველესი ინდური პრაქტიკა არის რა. მაგრამ იოგაზე არ იყო მიწერილი უხეში. ხო, ანუ ჩვენ არა გვაქვს ყოველ შემთხვევაში ეგეთი ცნობა. ხო, შეიძლება ხვალ აღმოჩნდეს ეგეთი რაღაცა, რომ აღმოაჩინეს მაგალითად რაღაც ახალი ტექსტი, უძველესი ტექსტი, სადაც ჩანს, რომ ხო ამას თურმე იოგას პოზი, მაგრამ ეხლა არ არის ეგეთი წყარო. ანუ ჩვენ ესეთი რაღაცა არ უნდა გამოვიწყოთ, რომ მაინც ტექსტებით ტექსტი თუ არ არის, ეგ არნიშნავს, რომ არ ყოფილა, ხო? იმიტომ რომ ტექსტი მტკიცება არ გვაქვს. ხო, ანუ მე რომ ამტკიცო, რომ ეხლა იოგაში ეგეთი რაღაცები იყო, პოზები არ იქნება სწორი რა. თან მით უმეტეს პატანჯალისთან შეგვიძლია რომ დავაკვირდეთ, რომ რაღაც სხვადასხვა ტრადიციები, სხვადასხვა კომენტატორები აი განსხვავებულად ინტერპრეტირებდნენ, ანუ მაგის ის ხო არის შესაძლებლობა, რომ დავაკვირდეთ, ანუ სხვადასხვა საუკუნეში სხვადასხვა კომენტატორები რაღაც ცნებებს და კონცეფციებს განსხვავებულად უკეთებდნენ ინტერპრეტაციას, ანუ ეს არის ანუ თანდევი ხო ამ აღმოსავლური. ხო, ეს ზოგადად ეხლა მაგალითად ჰეგელზე მუშაობ, ანუ ჰეგელი როგორ უყურებს, თქვა ინდოეთს და ყველა თავისი კულტურული პრიზმიდან უყურებს. აი, ჩემთვის იდეალი თუ რაღაცა არის, ან ჩემი იდეალებით უყურებ და აქედან გამომდინარე გამშვიდის სხვას, ხო? ჯერ ერთი საკითხავია საერთოდ სწორად კითხულობდა თუ არა, ანუ არც იყო წყაროები ნორმალურად. ანუ ვიღაცის არის შემთხვევითი რაღაცა ნათარგმნი და რაღაცა რო სათაური აქვს ან სარჩევი აქვს საკითხული რაღაცა და ამის მიხედვით ვერ ვიმსჯელებ. ზუსტად ანალოგიურად ხდებოდა რომ მაგალითად იოგას ინტერპრეტაციას აკეთებდნენ სხვა ტრადიციით. მაგალითად თქვათ იოგას ჯაინური წაკითხვა. აი მე ჯაინი ვარ თქვათ და იოგას რო კითხულობ მე ჯაინურად დაგანახებ. თქვათ რა ვიცი, მუსლიმმა რო წაიგით, მუსლიმმა რო ქრისტიანობაზე გააკეთოს კომენტარები და თავისებურად განმარტოს, არა ისე როგორც ქრისტიანები განმარტავენ რა. ეგ ყოველთვის არის პრობლემა და შენ უკვე მე წარმოიდგენო ქრისტიანობა რო გაქრეს და გაქვს მარტო მუსლიმანური კომენტარები ქრისტიანობაზე. რას ფიქრობენ? ხო, და შეიძლება ჩათვალო, რომ აი თურმე ეს ყოფილა ქრისტიანობა, რასაც მუსლიმები ამბობენ ქრისტიანობაზე. თან იმდენად ორაზროვნად და სამაზროვნად იწერებოდა ეგ ყველაფერი, რომ ადამიანს ქონოდა თვითონაც აზროვნების საშუალება, რომ ძალიან მარტივი იყო. ინტერპრეტაციის შეცვლა. ხო, ეგ შეიძლება სპეციალურადაც იყო გასააზრებლად, ხო? არა, პირიქით რომ ვერავის გაეაზრებინა, ვინც არ იყო საჭირო რომ გაეაზრებინა. შიფრით. ხო, კი, ანუ შესაძლებელია, მაგალითად აი ბუდიზმში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაშაული არის, რომ ისეთ ადამიანს რო ასწავლი, რომელიც არ არის იმისთვის მზად. მაგიტომაც არ იყო დეტალებში ჩაშლილი მთელი ინფორმაცია. ეგ ზუსტად არ ვიცით, იმიტომ რომ აი მაგალითად ზოგი რას ვარაუდობს, იცი რომ არის სუტრები, რომელსაც აქვს ძალიან ვრცელი კომენტარი. აი გიხსნიან და რაღაცა სუტრა ხო არის და რაღაც მთელი გვერდი, 2-3 გვერდი კომენტარი ახსნა არის.
ეგეთი მეტი ახსნა აქვს ფილოსოფიურ ნაწილს. აი მაგალითად გრამატიკისა და მედიტაციის კავშირი, ანუ აზროვნებისა და მედიტაციის კავშირი, ხო? მაგრამ როცა საქმე მიდის მაგალითად პოზებზე, ან პოზაზე, ან პრაქტიკაზე, იქ არის 1-2 ხაზი. ანუ არაფერი არ წერია არსებითად. ვარაუდი არის, რომ ან შეიძლება თვლიდნენ, რომ ეს ყველა მისედაც იცის, და აქ სადავო არაფერი არ არის, ხო? ან შეიძლება პირიქით? ან შეიძლება რაც დაფარული. ხო, ან შეიძლება რომ ხო, ანუ мотиваცია არ ქონდა, რომ დაეწერა. ან ყველა მიცოდა, ან თვლიდნენ, რომ ეს ამის სწავლება არ უნდა მოხდეს ტექსტით. ხო, ეს ტექსტი ხო არ იყიდებოდა, ანუ რაღაც ის რომ ვიღაცას მე კიოსკში ან სადმე ეყიდა და ამის მიხედვით ან რაღაცა ცდილობდნენ თან პოპულარიზაცია არ მოეხდინათ მაგ დროს. მაგ პერიოდში მე როგორც ვიცი, მე შეიცვალა პოზიცია და პირიქით პოპულარული გახდა იოგა. კი, ანუ იოგა უფრო დაუახლოვდა სხვა ტრადიციებს, მაგრამ ერთი კიდე დეტალი რო არ გამოგჩეს, რომ აი მე აბულფაზლი ვახსენე, როგორც ადამიანი, რომელმაც მე-16-მე-17 საუკუნეში თანვარჯიში ჩაამატა, ასე ვთქვათ, 94 პოზა ხო? ხო, კლასიკურ იოგაში, მაგრამ დაახლოებით იგივე პერიოდის ასევე კომენტატორი ვიჯნანა ფიქში, რომელიც სხვა ტრადიციის მიმდევარი იყო, იმანაც პატანჯალის იოგაში ჩაამატა მაგალითად არამჯდომელა, არასამედიტაციო პოზები, მაგალითად ფარშავანგის პოზა, მაიურასანა, ანუ რაც არ არის იქ. და რატო ჩაამატა, ანუ შეიძლება მართლა გულწრფელად არ ქონდა ამდენი ცოდნა და ანუ რასაკეთებს იცი, რომ ასანა ხო წერია, თქვათ, პატანჯალის იოგაში და სხვა წიგნს იღებს ვაშის ხასამხიტას და იქიდან აღებულ პოზებს წერს აქ, რომ შეიძლება მაგალითად თulis რომ ესეც იოგაა და ისიც იოგაა და ალბათ ერთი და იგივე იქნება. ფარაუდის სახე ქონდა. შეიძლება აი ეგ რატო წერს, ანუ კომენტარში რატო მოყავს ისეთი მაგალითი პოზების, არამჯდომელა პოზების, რომელიც უბრალოდ არ არის იქ. და ამიტომ მართო მე-20 საუკუნის გურუებს არ უნდა დავაბრალოთ, რომ ჩაამატეს თანვარჯიში. მსგავსი პრაქტიკა მანამდეც ყოფილა. ხო, სხვა საუკუნეებში. ეხა ორი წყარო მე რაც გამახსენდა, ეს არის აი მე-16-მე-17 საუკუნის წყაროები, სადაც მანამდე თვითონ ანუ ეგეთი რაღაცები ყოველთვის ხდებოდა. ხო, რაც შეეხება თვითონ იოგას პოპულარიზაციას, ხო? იოგა თავიდან იყო ექსკლუზიური პრაქტიკა, ანუ მხოლოდ იოგებისთვის. უბრალოდ უფრო ზუსტი ფორმულირება არის, რომ პატანჯალის იოგა იყო ცალკე სკოლა, რომელიც იყო ექსკლუზიურად იოგებისთვის. და შემდგომ იოგა, რომელიც ვითარდება ჰათა იოგას სახელით, აი რაზეც ჩვენ წინა პოდკასტში ვისაუბრეთ, ხო? ეს იოგა უკვე ხდება უნივერსალური, რომელიც ამბობს, რომ ყველას შეუძლია რომ ამას მისდიოს, ხალი იქნება, კაცი იქნება, რა კასტის წარმომადგენელი არ უნდა იყოს, ჯაინი იქნება თუ ბუდისტი იქნება. ანუ უნივერსალური რელიგიაც გამოირიცხა, ხო? ხო, რელიგიაც კი, ანუ ფაქტობრივად ეს იქცა უფრო საშუალებად და გამოცალკევებულად ფილოსოფიური ხედვისგან. ამიტომ ეგ თვითონ აღმოჩნდა ჰათა იოგას თვისება. ეს არ ნიშნავს, რომ ეს ხალხი რო წერენ, ამით ასე ვთქვათ, რომ მართლა ფიქრობენ, რომ ყველაფერი თანაბრად ერთნაირი არის. ისინი შეიძლება ფიქრობენ, რომ სადღაც ანუ ეს ერთ-ერთი საფეხურია, რომ მაგალითად შემდგომ აი ჰათა იოგათი დაიწყებს ადამიანი და მერე გადმოვა რაღაცნაირად ჩვენ სულიერ ტრადიციაში. ხო, ანუ ესეთი რაღაცა შესაძლებელი არის, რომ ანუ ეს არ იყო ჰათა იოგა დამოუკიდებლად, ანუ აღქმული როგორც რაღაც ცალკე ტრადიცია. ხო, მოკლედ ჩვენ ესე იგი ეს პატანჯალის აშტანგა იოგა, რომელიც ესე ვთქვათ ძალიან პოპულარული არის და ყველა ამაზე საუბრობს და რაღაცნაირად ესე გამოდის, რომ თითქოს ეს არის შემაკავშირებელი ხიდი, შენ ანუ რაშვაშია, რომ შენ ვარჯიშობ, თანვარჯიშს აკეთებ, გაჭიმებს აკეთებ და თან იოგი ვარო ამბობ და ერთადერთი იმედი ის იყო, რომ იქ პატანჯალისთან წერია ეგ თანვარჯიში და
ორიგინალში ეგეთი რამე საერთოდ არ არის. მოკლედ, ეგ რაღაცნაირად აი ამ ჩვენ რაც ვიცით, მინიმუმ 16 საუკუნიდან მოყოლებული ესეთი არასწორი, ესე ვთქვათ, ინტერპრეტაცია არის. ყოველ შემთხვევაში ამ გადმოსახედიდან საერთოდ ესე ჩანს რა. დამატების კუთხით, ხო? მასანების დამატების კუთხით. ხო, ჩვენ ესე იგი ეხლა უბრალოდ უფრო დეტალურად შეგვიძლია განვიხილოთ ბოლო სამი საფეხური, აშტანგა იოგასი, რადგან ეს პოდკასტი მაგას ეძღვნება. ეს 8 საფეხური, ხო? აშტანგა. აქედან პირველი 5 საფეხური არის ბაჰირ, ნიშნავს გარეგანი იოგა. და იოგასთვის დამხმარე საფეხური. ეს კლასიკური იოგას კონტექსტზე საუბრობთ, ხო? ხო, კლასიკური იოგასი, პატანჯალისთან ეს არის, ბაჰირანგა, გარეგანი. ოღონდ ეს ანგები, მე თუ მივყვები ზიანის არ მიყენების პრინციპს, ზიანს არ ვაყენებ, ეს თვითონ ეს კი არ არის იოგა. იოგას პრაქტიკა, ეს არის დამხმარე იოგას პრაქტიკისთვის. პროგრესისთვის. ხო, პროგრესისთვის. ეს არ არის თვითონ იოგა. ერთ-ერთი კომპონენტი. დამხმარე საშუალება არის. ეს რას გულისხმობს, იცი, რომ როგორ შეიძლება ეს გავიგოთ, რომ ეს არ არის თვითონ იოგა. აშტანგა იოგას ანგა ნიშნავს ამ შემთხვევაში, რომ იოგას დამხმარე კომპონენტი და არა თვითონ იოგა. ეს იმას ნიშნავს, რომ მე შემიძლია იოგას სხვა გზითაც მივახციო. თუ ეს იოგას კომპონენტებია, ესე იგი რაღაცნაირად მე აუცილებლად ეს ეტაპები უნდა გავიარო და მაგალითად შეიძლება შორტკატი, რაღაცნაირად მოკლე გზა იყოს, პირდაპირ მედიტაცია იდეალზე, ასე ვთქვათ, რაღაც გათავისუფლების მოდელზე და რაღაცნაირად ეს საფეხურები არ იყოს აუცილებელი. ეს ეგრე არის აღწერილი, არა როგორც იოგა, არამედ იოგასთვის დამხმარე საფეხურები. როგორც ერთმანეთის ალტერნატივები შეიძლება ესე იყოს. რომლები, ეს გარეგანი საფეხურები, მედიტაცია ხო შინაგანი საფეხური არის? წერარად შინაგანი საფეხურიც კი არ არის იოგა. არ არის იოგა. არ არის იოგა, მედიტაცია. თვითონ ეს საფეხურები შეიძლება იყოს ერთმანეთის ალტერნატივები. საფეხურები ეს ხო პრინციპში უფრო საფეხურები კი არ არის, ერთი ასპექტები. ხო, ასპექტები უფრო არის, რომ ესე არის, რომ ერთი საფეხური გაიარა და მეორესკენ გზები არის, ასე ვთქვათ. ნახე ერთდროულად მუშაობს. ხო, თანადროული. ხო, მე ესე კი არ ვაკეთებ, რომ ჯერ მივახციე, რომ არავის ზიანს არ ვაყენებ და მერე ვაკეთებ, თქვათ, პრაქტიკას თვით დასწავლის. ეს ერთმანეთს არ უშლის. ამიტომ არის კომპონენტი. საფეხური იქნებოდა, რომ ჯერ ამას მივახციე და მერე გადავედი ამაზე, ხო? მაგაგებით არ არის. ხო და შესაბამისად თანაბარ მნიშვნელოვანი ასპექტები არის, ეგრე გამოდის. უფრო ზედა სამი არის უფრო მნიშვნელოვანი, ზედა სამი უფრო მედიტაციური ასპექტები უფრო მნიშვნელოვანი არის. მანდაც არის გრადაცია. ხო, არის გრადაცია, მაგრამ საბოლოო ჯამში მედიტაცია, თიანაც, იოგისთვის არის ზედმეტი და მოსაშორებელი. ის მედიტაცია, ასკეტიზმი და ესენი ინსტრუმენტები არის, მაგრამ როცა საუბარი არის, რომ იოგი საერთოდ უნდა გავიდეს და თეთრი კარმაც არ უნდა კონდეს, თეთრი მოქმედება. თეთრ მოქმედებაში შედის აი მათ შორის მედიტაცია და ასე შემდეგ, ხო? ამაზეც უარს ამბობს. და ამიტომ ეს არის, ასე ვთქვათ, დამხმარე საშუალებები არის უფრო. და ბაჰირანგაში არის ორი წყვილი, იამა და ნიამა წყვილი არის, აკრძალო, რა არ გავაკეთო და მე რა გავაკეთო. ეს წყვილი, ასანა და პრანაიამა არის ასევე წყვილი, რომ სხეულის სტაბილურობა და სუნთქვის სტაბილურობა, ეს ორი წყვილი და მეხუთე მოდის, პრატიაჰარა, ეს გზნობების კონტროლი. ხო, გზნობების კონტროლი არის, გზნობების მიმართვა შიგნით. როდესაც წამყვანი არ არის გზნობები. გზნობები არ მართავს გონებას. გონება, ყველაზე უმაღლესი ფორმა არის, ბუთი, ყველაზე სუფთა და წმინდა ფორმა არის კლასიკურ იოგაში და ამის შემდგომ, ეს გზნობების კონტროლი ღრმავდება შიგნით
და მან ვითარდება ფოკუსირების უნარი, ანუ ყურადღების ფოკუსირების უნარი. შემდეგ ღრმავდება მედიტაციის უნარი და ამით მიიღწევა რეალობის დანახვა. ანუ სამათი საბოლოო ჯამში და რეალობის დაუფლებაც, მათ შორის რეალობის მართვა. და მართვა ცვლილების თვალსაზრისით. ანუ ყველანაირი თვალსაზრისით, რომ ანუ ადამიანი შედის ანუ სამყაროს მოწყობაში, ანუ რა არის სამყაროს კოდი, ასე ვთქვათ რა. ანუ საბაზისო კოდი, რაზე არის დაფუძნებული სამყარო, ანუ სამი გუნის ცვლილება და ეს როგორ ხდება და ამის მეშვეობით შეუძლია უკვე ანუ სამყაროს მატერიალიზაცია და მართვა მთლიანად. როგორც ანუ ფაქტობრივად ეს არის აღწერილი, აი ღმერთი რაც ნიშნავს იყო შინაგანად, შიგნიდან დანახული, აი მესამე თავში. რასაც ღმერთია, რაც ღმერთის დავალება უხეშად რო ვთქვათ. ანუ რაც ღმერთს შეუძლია, ოღონდ ამ შემთხვევაში ხო იოგაში არ არის ერთი რაღაც ცენტრალური ღმერთი, ასე ვთქვათ. ეგ ხო ბუდიზმში არის. რა? ერთი მე. არა, ვედანტაში, ადვაიტა ვედანტაში არის ხო ძირითადად ეგ, რომ არა ინდივიდუალიზაცია. იოგა არის ხო ინდივიდუალიზირებული, ხო, მაგრამ ეს ცოტა რთული საკითხი არის, ანუ დროს და სივრცის მიღმა, ინდივიდუალიზირება და სუბიექტის დანახვა. შესაბამისად, ანუ ეს მედიტაციის საფეხურები და აქედან გამომდინარე მედიტაციის შედეგი, აი რომ მივახციეთ თუ არა მედიტაციას, ეს ვლინდება იმაში, რომ შემიძლია თუ არა მატერიალიზაცია და მატერიალური სამყაროს მართვა. აი როგორც თქვათ რაღაც ტესტი არის ერთგვარი, რომ მიაღწიეთ თუ არა მედიტაციას, გამოგდის თუ არა სამყაროს მართვა. სხვადასხვა მიმართულებით, ცოდნის მიმართულებით, წინაცხოვრებების გახსნენების მიმართულებით, ანუ ყველანაირი მიმართულებით, შიმშილისა და წყურვლის მართვის მიმართულებით, ანუ საერთოდ ყველაფერი. მაგრამ იოგი ამაზე მაღლაც მიდის, იმიტომ რომ ანუ აი როგორც თქვი რა ამ მდგომარეობასაც ემიჯნება, იმით რომ წინაცხოვრებებით საბოლოო ჯამში აღარ აინტერესებს. ანუ არ აქვს საერთოდ მნიშვნელობა. იმიტომ რომ ის ჩემი წინაცხოვრება კი არ არის სხეულის წინაცხოვრება, რომელთანაც დისოცირებული უკვე არა ვარ ესე გაიგივებული, ამიტომ ის გავლენას არ ახდენს ამას. ჩემზე გავლენას არ ახდენს და ამიტომ ეს რაღაცნაირად სურვილიც ანუ იოგი იხსენებს წინაცხოვრებებს, მაგრამ მისთვის ეს აქტუალური და მნიშვნელოვანი არ არის რა. ანუ წინაცხოვრების გახსენებით შემეცნებას ვერ იღებს. წინაცხოვრების გახსენებით უბრალოდ ადასტურებს თავის მედიტაციურ უნარს. აი ეს დატვირთვა უფრო აქვს. ის რომ მაგალითად შეუძლია თქვათ რაღაცის მართვა, თქვათ სხეულის მატერიალიზაცია, დემატერიალიზაცია, ხო? ეს უფრო დასტური უფრო არის რომ ვიდრე მაგალითად ანუ ეს თემა იყოს რომ თქვათ აი წინაცხოვრებაში ეს მაქვს გაფუჭებული და ეხლა ეს გამოვასწორო. ანუ ეგეთი მოტივები არ ჩანს რომ ამაში იყენებდეს. ეს უფრო არის ასე ვთქვათ საყოველთაო ცოდნის ასე ვთქვათ გასხივოსნების ერთ-ერთი ან მედიტაციური მდგომარეობის მიღწევის ეფექტი არის. ანუ ბუდას შემთხვევაშიც ანუ ბუდა რო აღწევს მედიტაციის მეშვეობით გასხივოსნებას, გასხივოსნების პირველ ფაზაში მას ახსენდება წინაცხოვრებები. ანუ ჯერ ისე კი არ მოხდა რომ აი წინაცხოვრებები გაიხსენა, მერე იქ გამოასწორა რაღაცეები და მერე გასხივოსნდა. პირიქით ანუ ხო, გასხივოსნების შედეგი არის ერთ-ერთი რომ ის ხდება ყოვლისმცოდნე და ანუ პირველ რიგში ეს ყოვლისმცოდნეობა ვრცელდება მის აი ამ დაუსაბამო დაბადებებზე. და მას ახსენდება ანუ ეს დაბადებები რევერსული ქრონოლოგიით. მერე ბუდიზმში ისწავლება ეს ასევე გახსენება წინაცხოვრებების, ოღონდ იქ პირიქით ხდება. ანუ ჩვენ რო ვიხსენებთ, ჯერ ვიხსენებთ უახლოეს წინაცხოვრებას, ამის წინ მერე კიდე წინ ვინახავი და ესე არის როგორ ისწავლება ბუდიზმში, მაგრამ მისი გახსენება პირიქით ხდება, ხო? მაგრამ ნუ ეს უბრალოდ ეს რასთან კავშირში ვახსენე, რომ ეს აშტანგა იოგა, ანუ საბოლოო ჯამში, ანუ მიდის აქამდე,
რომ ანუ გადის ამ მედიტაციურ საფეხურებს, ანუ ჩაღრმავებებს და ამ ჩაღრმავების მეშვეობით სწავლობს იძენს უნარს მატერიალიზაციის და შემდგომ ამ მატერიალიზაციის უნარზე ეს ამბობს უარს, ხო? აი ეს ნაწილია მაინც. ხერხად იყენებს ამ ყველაფერს. ამ მატერიალიზაციის უნარზეც უარის თქმის საფუძველი, აი შენახსენე რომ აცნობიერებს, რომ არაფერში არ ჭირდება, ხო? აი ეს ამ მომენტზე რომ უფრო ისე ვისაუბროთ, ანუ ზუსტად რა იგულისხმება. ანუ სამყარო მე რო შევცვალო, ხო, რაღაცა მოტივი უნდა მქონდეს იმისთვის, რომ ანუ რაღაცა არ უნდა მომწონდეს. ალბათ როგორც წინა ცხოვრების გახსენება არის მისი უხეშად რო ვთქვა, ძალის დამტკიცება, რომ მე ანუ მივედი ამ ლეველამდე და ეხლა ხო, ძალის დამტკიცება არის კი. იგივე არის ეგეც, რომ არ იყენებს ამ უნარს, რომ მართოს სამყარო, იმიტომ რომ რატომ ანუ ეს არ იყენებს, იმიტომ რომ ანუ მანდ არის ეგეთი ტექსტი, ესეთი ფრაზა არის, რომ მე თუ დავიწყე სამყაროს შექმნა ჩემი ეგოისტური მიზნების გამო, რომ მე რაღაც არ მომწონს, ესე იგი სამყაროს მიუღებლობა მაქვს. და ეს არის ერთგვარი რაღაცნაირად აგრესია, რომ მე უნდა რაღაც ხელხო. თუმცა ეს აქ ანუ რაღაცნაირად რთულდება ეს სიტუაცია, რომ ამ სამყაროს აქვს რაღაც თავისი ბუნებრივი სცენარი. და რომელსაც ანუ იოგი ხედავს და ამას მიხვება. და არცრის თავისი საკითხთან არის დაკავშირებული, რომ ის აიგივებს თავს თუნდაც იმასთან, რომ მას შეუძლია რაღაცის შეცვლა. შეუძლია შეცვლა, მაგრამ ანუ მას არ აქვს ინტერესი, რომ თავისი კერძო ეგოისტური სცენარის მიხედვით შეცვალოს, ხო, ის მოქმედი არის თუ არა, აი მაგალითად ეგ უკვე ასეთი თემა არის, რომ ან ჯივან მუქტი ნიშნავს, ეგ ტერმინი არის, რომ ხო, სხეულში გათავისუფლებულ ადამიანს რა. ანუ მაგალითად იმას, რომ შეუძლია თუ არა, რომ აი მატერიალს შენ ჩვეულებრივად ცხოვრობდე და ამავდროულად უმაღლეს სულიერ მდგომარეობაში იყო. მაგალითად სანქია ტრადიციაში ეს შესაძლებელი არის, რომ შენ იყო ჯივან მუქტი, ანუ შენ თავარია რომ ხედავდე მუდმივად, რომ სულია, ანუ შენი მეობა არ არის სხეული. ამის ხედვას რო აღწევ, ეს არის საბოლოო გათავისუფლება. მაგრამ ზოგიერთ ტრადიციაში, აი მაგალითად იოგას ტრადიციაში ეს უფრო საფეხურეობრივი ეტაპები არის. და კიდე ზედა საფეხურები არსებობს. ხო, ანუ ის რაც სანქიაში არის, ის არ არის საკმარისი, შეიძლება უბრალოდ არ არის საკმარისი, ხო, არ არის საკმარისი, ანუ მაგალითად იქ სამათის საფეხურები შემოდის, რაც არ არის სანქიაში. ხო. იმიტომ რომ ამით აღწერონ მდგომარეობა, მაქსიმალური მდგომარეობა, რაც სხეულში შეიძლება მიღწეული იქნას და მდგომარეობა, რაც სხეულის დატოვების შემდგომ მიიღწევა, ანუ უფრო მაღალი მდგომარეობა. და ასევე არის ანუ ვედანტაშიც, ანუ იქაც არის ანუ გარკვეული საფეხურები და საფეხურები იმის მიხედვით მაგალითად მასწავლებელი არ შეიძლება სამი დონიდან ვედანტაში როგორც არის, სამი დონიდან არ შეიძლება იყოს საწყის დონეზე და არც უმაღლეს დონეზე, იმიტომ რომ საწყის დონეზე არ აქვს საკმარისი კომპეტენცია რომ ასწავლოს. უმაღლეს დონეზე უტარაათი კარინი, ანუ არ აქვს სურვილი და ინტერესი რომ ასწავლოს, არც ანუ კავშირს კარგავს გარე სამყაროსთან. და ანუ მათი კარინი არის ანუ ტერმინი, რაც ნიშნავს, რომ ადამიანმა მიაღწია, მაგრამ არც საბოლოო გასხივოსნებას და ის არის ჯივან მუქტი. ამის შუა პოზიციაში არის. ხო, ანუ ჯივან მუქტი თვითონ ზოგიერთ ტრადიციაში არ არის უმაღლესი მდგომარეობა. აი მაგას გულისხმობ, რომ ანუ იოგაც შესაბამისად გავს ვედანტაში წარმოდგენილ მაგ შუალედურ ხო, იოგაშიც არის გრადაციები. ანუ იოგაში მაგალითად სამპრაჯნა და სამათის შემდეგ, როცა ადამიანი თავის თავს შეიცნობს, რომ მე ვარ თავშად მე და მე არ ვარ სხეული, მე ვარ მარადიული საწყისი და არა წარმავალი საწყისი, ამის შემდგომ არის უფრო მაღალი საფეხურიც. და ესეთი ის არის, რომ ანუ სამქიაში ერთი საფეხური არის, იოგაში ორი არის, მაგრამ კიდე იყოფა, მაგრამ ორი არის და ვედანტაში ანუ გვაქვს ეს ანუ სამი საფეხური, ხო, ანუ რაღაც ესეთი ეტაპები და ამიტომ ეს ანუ რეალურად ეხლა რა თემებზე ვსაუბრობთ, ანუ აშტანგა იოგა არის ეს.
მედიტაციური ჩაღრმავების გზით ამ მდგომარეობების მიღწევა, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ სანქია არ არსებობს იმის ცოდნა დღეს, აი ვინმე თქვას, რომ მაგალითად რაც ამ ძველ ტექსტებში წერია, ზუსტად როგორ კეთდება. აი რას აკეთებს, რამდენი ხანი აკეთებს, კონკრეტულად კლასიკური იოგას გულისხმობ რა. რეალურად ყველაფერი ინტერპრეტაცია გამოდის საბოლოოდ. არც ინტერპრეტაცია არა, ანუ რო კითხო უბრალოდ არ წერია. ანუ კონკრეტებში ზუსტად პრაქტიკულად როგორ შეიძლება რომ ეს ყველაფერი მოხდეს, ანუ როგორ შეიძლება რომ ხორჩესხმული იყოს ის თეორიული ნაწილი, რაზეც არის საუბარი. ხო, აი მაგალითად, აი დავუშვათ თარანა, ანუ ყურადღების ფოკუსირება, ხო? და ჩამოთვლილი არის დეშაბანთა ნიშნავს ადგილზე, ყურადღების ადგილზე. დეშაბანთა ჩიტასია ეს არის თარანა. და ადგილზე დამაგრება გონების, ხო? და ეს არის, ასე ვთქვათ, ყურადღების ფოკუსირება, ხო? რა ადგილზე? აი რა ადგილზე და რატომ? იმიტომ რომ მე არის ჩამოთვლილი ნაფი ჩაკრე, ანუ ჭიბის წრე, გულში არსებული ლოტოსი, ცხვირის წვერი, არის თავში არსებული ნათება და ანუ რაღაც ესეთი რაღაცეები არის. აქედან გამომდინარე ეს არ არის ფიზიკურ ან არ არის ეს ფიზიკურ წერტილებზე, სხეულის ნაწილებზე ფოკუსირება. იმიტომ რომ გულში არსებული ლოტოსი, ხო, ეს არაფიზიკური დონე არის. რა ლოტოსი? ელუზიური ხარეა. წარმოსახვით ის შეიძლება იყოს, ხო, მაგრამ ან თავში არსებული ნათება და ამის იქით შასტრაში არაფერი არ წერია. მე უკვე კომენტატორები სხვამას განმარტავენ სხვადასხვანაირად. მაგალითად ზოგი წერს ეს არის არა დავუშვათ შენი ჭიპი, ან შენი დავუშვათ გულის ნაწილი. არამედ ეს არის რომელიმე ღვთაების აი ვიზუალიზაცია და მისი ასე ვთქვათ ვიზუალიზაციაში დათვალიერება. და როგორც აი მის ღვთაების რაღაც კოსმიურ სხეულზე ფოკუსირება. მაგრამ ეს აქ არ წერია, ეს არის ამის ინტერპრეტაცია, ხო? და სხვა კომენტატორი მე სხვანაირად განმარტავს. დებით და აქედან გამომდინარე ჩვენ მინიმუმ ხედავთ, რომ ის რო წერს ამ ღვთაებაზე მედიტაციას რო გთავაზობს, იქ საერთოდ არ არის არავითარი ღვთაებებზე, ანუ არ წერია ეს, ხო? ან როცა არის რომ მაგალითად დიანა არის ეკატანა და ანუ განგრძობადი ფოკუსირება, ხო? აზრის ან იდეის ან აზრზე ან იდეაზე განგრძობადი ფოკუსირება. განგრძობადი ანუ რამდენი ხანი არის, ანუ დროს ინიშნავდნენ, ან როგორ ზამობდნენ. მე არის ეგეთი თემა, რომ აი ამ აშტანგას მე სამი თითქოს საფეხურია, ხო? მაგრამ მაინც ეს საფეხურები მუშაობს ერთად. ეს რო საფეხური იყოს, მაშინ პირველი აღარ დამჭირდებოდა. ანუ სამი ამა ნიშნავს, რომ ფოკუსირება, მედიტაცია, სამათი, ან კონცენტრაცია მუშაობს ერთდროულად. პარალელურად მუშაობს, ხო? და თუ მაგალითად სამათი უფრო მაღალი დონის არის, ვიდრე თარანა, მაშინ რატო არის საჭირო საერთოდ თარანა? პირდაპირ სამათის გავაკეთებ, ხო? და შესაბამისად, აი ესეთი რაღაც დეტალები აი შენ რომ ანუ რეალურად წაიკითხე მართლა სანსკრიტულად თუ კითხულობს ადამიანი, ანუ ეგ მე სადღაც მე-10 საუკუნეში ვიღაცის კომენტარზე არის ჩამოკიდებული ეგ თემა რა. ხო, ამიტომ ეგ აშტანგა იოგა ნამდვილად არ არის ასე ვთქვათ მარტივი რაღაცა, სათამაშო არ არის ბავშვების. აი ამ დანარჩენ სამსაფეხურთან დაკავშირებით, ხო, ახლა როგორც მივხვდი, რაღაც ესეთი სიზუსტე და მსჯელობა და არგუმენტაცია ნაკლები არის, ხო? მაგრამ ახო არის უტრაში კიდევ რაღაც საკითხები, სადაც უფრო დეტალურად არის რაღაცები ჩამოთვლილი. ეგ არის ფილოსოფიური ნაწილი. ფილოსოფიური ხო არის, ხო? ანუ ხო სწორად მახსოვს და აღვიქვი, აი მაგალითად, როდესაც კარმაზე არის საუბარი, ან როდესაც დაბადებაზე არის საუბარი, მაგალითად ხო კლეშებზე იგივე, ანუ იქ ხო უფრო დეტალურად არის საუბარი. აი ძალიან საინტერესო არის ეგ, რომ
ეს ხო ერთი სახელმძღვანელო არის და ერთ ნაწილში რო ესეთი მოკლე და რაღაც ბევრი მნიშვნელობის და ინტერპრეტაციებისთვის თავისუფალი სივრცე არის შექმნილი და მეორე ნაწილში რაღაც არგუმენტირება არის, აი შენ რასაც ახსენებდი, რომ სხვა სკოლებს ეპაექრებიან და ანუ რაღაც ისეთი ის შემოდის, აი ძალიან საინტერესოა. როგორ ნაწილებზე არის, თქვა, უფრო ზუსტი და კონკრეტიკა და რა ნაწილებზე არის თავისუფალი სივრცე დატოვებული. ხო. ეგ არის, ეგ მართლა ძალიან საინტერესო არის რა. ყველაზე აი მაგალითად რეინკარნაცია საერთოდ არსებობს თუ არა, ან მაგალითად როგორ მუშაობს კარმა. ეგ ყველა საინტერესებდა და ამიტომ ცდილობდნენ რომ ზუსტად აეხსნათ და ამიტომ მათ მსჯელობა ბევრი არის. როცა ამას ეხება, ну მსჯელობენ რომ ესე რო იყოს მაგალითად ერთჯერ ქურდობა რო ჩაიდინოს ადამიანმა მე ამის გამო ერთხელ დაისჯება თუ მრავალი ცხოვრება დაისჯება ან რაღაცა ანუ ესეთი რაღაცა ხო ეხლა კი პოპულარულია რომ ვითომ კარმა არ არის სასჯელი ესე მაგრამ სასჯელი მაინც და მაინც იმას კი არნიშნავს რომ თქვა ციხეში სახელმწიფომ გაუშვას ან შენი მოქმედების ნაყოფს რო იმკი ასე ვთქვა რაღაც მექანიზმი არსებობს ესეც შეიძლება სასჯელი უწოდო ამას ანუ თითქოს მოდაში შემოვიდა რომ კარმა არ არის სასჯელი ეს არის მიზეშედეგობრიობა მაგრამ მიზეშედეგობრიობა მორალური მიზეშედეგობრიობაა ხო ანუ ეგ ფიზიკური და ის ხო არ არის ანუ ფიზიკურს არც არავინ არ უარყოფ და არც მატერიალისტები ეს არის მორალური რომ შენ მოიტყუები და ამის გამო ჯოჯოხეთში მოხდები ანუ ეგ მორალთან კავშირი არის და მაგაგებით ხო ამიტომ ეგ მართალია ხო რომ ანუ ისეთ სუტრებზე და ისეთ ტექსტებზე მეტი ისეთ მომენტებზე ან მეტი მსჯელობა არის რაც აი ალბათ თვითონ ფიქრობდნენ რომ მეტი აქვს დასამტკიცებელი რომ გაემყარებინათ თავიანთი თეორია ის ალბათ ისედაც იცოდნენ შეიძლება ანუ ეს ერთ-ერთი მოსაზრება ეგ არის რომ ანუ რაღაცნაირად არ იყოს საჭირო ამდენი ან შეიძლება არსობრივად ეს დანარჩენი სამი ისეთი თემები არის რომ ეგრეც უნდა მიუდგეს ადამიანური გონება არ ვიცი რაღაც ზედმეტი ინდივიდუალურად არ ვიცი დიდი ინტერპრეტაციის საშუალება რა იყოს ან უნივერსალურობა შეიძლება ეგზტენდეს ამ მოწყურებას კარგი მოდი რომ შევაჯამოთ ახლა აშტანგა იოგაზე რომ დავიწყეთ საუბარი საუბრობდით ესე იგი ფიზიკურ ანუ ტანვარჯიშზე ანუ ესე რომ ის პოპულარული ვარჯიშები არის ძალიან კარგი ვარჯიშები არის და ასე შემდეგ და მე იგივე სახელწოდების ტრადიციული იოგა განვიხილეთ ესენი რა თუ რამე საერთო აქვთ და რით განსხვავდებიან რომ ანუ ეს ტანვარჯიში არის ჩამატებული უბრალოდ იოგაში ანუ გვიანდელ ტექსტებში მხოლოდ და აქედან გამომდინარე ანუ ესე შეგვიძლია რომ შვიდად სხვა რაღაც უწოდოთ ანუ ამას მაგრამ რადგან უბრალოდ დამკვიდრებული არის ან არის ჩათვალეთ რომ არის ორი აშტანგა იოგა რა თანამედროვე და ტრადიციული ან რა ხო ერთი ან ორნაირად განმარტებული რა ერთი ორიგინალი რაც არის და მეორე თანამედროვე ინტერპრეტაცია ავტორის აზრი ანუ კი აბულ ფაზლიდან და ვიჯნანა ფიქშუდან დაწყებული ან გამრავალფეროვნებული რა მოკლედ ესე მადლობა საუბრისთვის თქვენ პირიქით მადლობა მადლობა თქვენ და დროებით შეხვედრამდე